განსხვავებულად ჩატარდა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი თბილისის 207 საჯარო სკოლაში. სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის თარიღისთვის სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც მოზარდებმა აფხაზეთის ისტორიის, კონფლიქტისა და გმირების შესახებ კვალიფიციური ცოდნა გამოავლინეს. მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეო მასალას აფხაზეთის შესახებ. პროექტი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდებს უკეთ გააცნოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ისტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონი აფხაზეთი. პროექტის პირველი საპილოტო ეტაპი 2025 წლის დეკემბერში მულტიმედია კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდება. 3 წლებზე მეტი არის უკვე რაც აფხაზეთი დაეცა და ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და ღირსებით სავსე ტკივილი ამავდროულად, იმიტომ რომ ჩვენ ამ დღემ გარდა ტკივილისა გვაჩვენა რომ ქართული სული უკვდავია და გმირობა უკვდავია. და ჩვენი სკოლის მიზანიც არის ის, რომ მოსწავლეებში ეს პატრიოტული სულისკვეთება არასდროს არ განელდეს და ძალიან ბევრი აქტივობა ტარდება ამ მიმართულებით და დღევანდელი აქტივობაც ერთ-ერთი მაგალითი ამის. ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე აფხაზეთის შესახებ, ასევე გავიგე დიდებული გმირების შესახებ, რომლებიც დაეცნენ სოხუმის დაცემის დროს 27 სექტემბერს. კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ნამდვილად, მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტი ის არის, რომ საქართველოსი აღარა დროებით აუცილებლად დავუბრუნებთ. ძალიან მომეწონა ეს ვიდეო, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა, არა მარტო გარემოებაზე, არამედ ხალხზე, ჩვენს გმირებზე, ვინებიც დაეცნენ. ასევე ძალიან გული მტკივა, მეც რომ დროებით, რა თქმა უნდა, დავკარგეთ აფხაზეთი და მინდა რომ მომავალში ვეცადოთ, რომ დავიბრუნოთ ეს ჩვენი ძალიან ლამაზი ადგილი.